აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტრადიციისამებრ პატრიარქის აღდგომო ეპისტოლე იქნა წაკითხული. კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მაცხოვრის მიერ სამაგალითოდ განვლილი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დეტალებზე და მრევლს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ქრისტიანმა ყოველგვარ ღირებულებებზე მაღლა უბრალოება და თავმდაბლობა უნდა დააყენოს. აღდგომა არის მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება. აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული, სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლოს სხეულში, ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა. ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში. თავისი ეპისტოლები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავის ეკლესიის შვილებს უძღვნის ის, მაგრამ ზოგადად ეხება მთლიანად პრობლემას. დღევანდელ ჩვენ აი გამოწვევებს, რაზეც არის ლაპარაკი იქა, ადამიანის სულიერებაზე, იმას, რომ ყველაზე დიდი ცოდვა არის ის, რომ ადამიანი მოწყდა ღმერთს და დაივიწყა ღმერთი და თავის ღმერთის მაგივრად თავისი თავი ჩაანაცვლა. და აი აქედან უკვე ყველაფერი უკვე მოსალოდნელია ესეთი ადამიანებისგან და აი ამაზე მიგვითითა, რომ ჩვენი დიდი წინაპრები როგორ გულმოდგინედ იცავდნენ აი ამ ღვთის რჯულს, იცოდნენ და აღასრულებდნენ და აი ეს არის მარტო ის კი არა რომ ვიცოდეთ, ამას უნდა აღვასრულოთ, ცხოვრებაში უნდა ვაკეთებდეთ ამას და ისევ ცხოვრობდეთ. მე შეეხო კიდევ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს რომის იმპერიის დროს, როდესაც არა რომის მოქალაქეები არ იზიარებდნენ მათ პათოს პოლიტიკურ ხედვებს და სიმართლეს ამბობდნენ, მათ რიცხავდნენ როგორც ყველაზე დიდ ცოდვილად და დამნაშავეებად და ჯვარზე აკრავდნენ და აი ეს მნიშვნელოვანია დღეს ზუსტად აი ეს ხდება ის რომ პატარა საქართველოს ეს სიმართლე რო თქვა რატომღაც ბჭყალებში ესე რომის მოქალაქეები ვერ დაიტიეს და ისევ საქართველოს უპირებენ ჯვარზე გაკვრას და რატო რისთვის სიმართლის გულისთვის ხო და ჭეშმარიტების გულისთვის და ქრისტეა ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ჩვენ არ უნდა უღალატოთ ქრისტეს აი ამაზე მიგვითითებს პატრიარქი ჩვენ უნდა მივყვეთ ქრისტეს მცნებებს და უნდა ვიყოთ აღმსარებელნი ამ მცნებებისა და უნდა ჩვენ თავთან უნდა გქონდეს ამასთან პრეტენზია არავისთან სხვასთან ჩვენ თავთან ნამდვილად მე ცხოვრობ ქრისტიანულად თუ არ ცხოვრობ ქრისტიანულად ჩვენ რომ ცხოვრობდეთ ქრისტიანულად და აღნიშნავდეთ ამ დღესასწაულს სათანადოდ პრობლემები ნაკლები უნდა იყოს საქართველოს